დილაი მშვიდობის, აბა როგორ ბრძანდებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არავინ არ მიდის არსად, უბრალოდ ანდრია მიდის სკოლაში, მაგრამ მალე მოვა. მიუხედავად მაგისა, დღესაც 7 საათზე გამაღვიძეს რა თქმა უნდა რისხვა დავატეხე თავს, მაგრამ რა აზრი ქონდა. აივიდა ბავშვმა, გაივიდა ძაღლმა. ნეტატარტი გუშინ შემეკვეთ. ახლა უკვე ყავასთან მივირთვენ, იმიტომ 7-ზე ხო გამაღვიდეს, ხარ ვარი. ხო და ის იღება 10-ზე. და თან ეს ტორტები 10-ზე რო გაიღება, ეგრევე ჩაყინული რო ესა, არ გაგფუჭდეს. და იქნება უგემური. რომას აზამნებ ჭამა ტორტი? ნიუ. ჩვენ დაღაიცით როგორ აი დაბადების დღეები როგორ მიდის. დილას ვიძახებთ ტორტს, უბრალოდ ჭამთ ტორტს. საუზმეზე. ისე რომ თითქმის აღარაფერი აღარ რჩება. დიდთან აი 23 ნაჭრიანს რო იძახიან. მიყვარხარ ჩემო სიყვარულო. ხო და მერე შუადღისას ესა პირველისკენ, ორისკენ, ანუ პირველისთვის რა გამოიძახო, ორისთვის მოვიდეს, ან 11-ისთვის გამოიძახო, არა 12-ისთვის გამოიძახო, პირველისთვის მოვიდეს, რა ვიცი, ესე მე სანამ ამოალაგე, სანამ დასხვდები, სანამ ბლა ბლა ბლა, მერე ვიძახებთ ხინკალს. ხო, ხაჭაპურს ალბათ ტორტთან ერთად, თუმცა ხაჭაპურის აღამოს ჯობდი, მაგრამ ხაჭაპურს გაცხელება რა პრობლემა. მე ხა სანამ ხინკალს არ შევჭამ. ხაჭაპურს ჩემს კუჭში ადგილს არ დაუთმობ. არაფრის დიდებით. ხარი გადავივლე. ნახეთ, შვენიერი ჩემი დასმენი ჩავიწე. ახლა საწევინა გავასწორო, მაგრამ არის გადანგრეული. კახეთში ისიან ხოლმე თქმა ის ჩემი გადანგრეულიო. ეგრეა გაურობა. ხო და მერე რა ალბათ მოვა დრო და შევუკვეთო კიდევაც. ასეთი ამბებია. ასეთი სიტუეიშენია. რა შეეხება გუშინდელ თემას? არ ვიცი, მე მგონი ბერმა არა ზოგმა ვერ გაიგო სწორად რას ვამბობდი. წყენაზე. ანუ ეგეთ წყენები ოჯახებში ყოველთვის ხდება. ასეთი არ ხდება, სხვანაირი ხდება, არ არსებობს, რომ ეგ არ იყოს ოჯახში. ადრე თუ გვიან, როცა ეს წყენა ხდება, მე ხდება ამაზე საუბარი, მე ვისწავლე ის, რომ ეს არ მოხდეს ადრე, არ მოხდეს მაშინ, როცა მე ვარ გაცოფებული, თორე როცა მე გაცოფებული ვარ, რაც უნდა მართალი ვიყო მტყვენი გამოდია, იმიტომ რომ ისეთი საშინელი ფორმით ვიცი ამ სიმართლის თქმა, რომ მე შენ სიმართლე აღარავის აღარ სჭირდება და დამნაშავედ შენ ხარ. დამნაშავე ყველაფერში შენ ხარ. ხო და ამიტომ და აქედან გამომდინარე. ველოდები ხოლმე დროს, ვეუბნები ადამიანს, ისიც მეუბნება და მე იმუხდება ხოლმე სიტუეიშენი. თუმცა ხო იცი, ისედაც ადამიანი როგორია, ადამიანის გული, სული, ბლა 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 და შემდეგ და ანუ ეგეთ პატარა რაღაცებს დიდ მნიშვნელობას არ ვაენიჭებ ხოლმე, მაგრამ PMS-ის დროს აუ მე თუ სახლში თუ გარეთ თუ სხვათა შორის გამომწერებთანაც მიჩხუბია აი გულისხმობ სერიოზულ კამათს და გაბრაზება და ბლა 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 ყოველთვის ყოფილა ჩემი PMS-ის დროს ამიტომ მაგ დროს უნდა მერიდოთ ან ვისაც გინდა სპეციალურად მომიშ ეცადოთ რომ მომიშაოთ ნერვი, მაგრამ იმედი სკოლა მაგავლინე. სპეციალურად ნერვს ვის მოვაშლევინებ. თუმცა იმას კი ვხედავ, ვირას ცდილობს და ვის რა უნდა. რა კაია. ასე. აი ესეთია მოკლედ
დღევანდელი დილის დასაწყისი. აქ წავიღებ 1,700,000 ჭიქას. თეფს, რა ვიცი კიდე რას არა. დავალაგებს საწოლს და რა ძალიან ეთქათ, რატომ აღვიძებდა ეგრე? მაგრამ რა სეტყვი ხარ, რას გაუბრაზდები დაბადების დღე გეპატიება. დილა იმშვიდობისაი კიდევ ერთხელ. მე და თქვენ მოდიყავა მოვიდუღოთ ნალექიანი, იმიტომ რომ მინდა და არაფერი არ მივაყოლოთ, იმიტომ რომ ტორტი მოვა და მე ტორტი მივაყოლოთ. ოღონდ უკვე ნალექიანს არა, ნალექიანთან ტორტი მე არც მიყვარს. ყვირი ვარ, იმიტომ რომ მგონია რომ ის არ მიკეთია მიკროფონი, არ და მიკეთია ბოდიშით. რომ ჩაყვირეთ ყურში. მოკლედ მოსადუღებელი კოფე გავიკეთოთ. ისე. ცხვრის ნახევარი. აი, მე რა ლამაზია, ჩემო სიცოცხლე. როგორ ლამაზად გავუკეთე. ძალიან უხდება ფისოს. ძალიან უხდება ჩემო სიცოცხლე. ბუზი უნდა ლამაზი ყური. ლამაზი ყური აქვს? ბუზი ყური. გასაგებია. ბატონო. ფუტკარს უნდა. დიდი ყური. ой, კარგი. რა უნდა გააკეთოს თაფლი? დათუნიას უნდა გაუკეთოს თაფლი. სხვა დროს. ვიკა. სხვა დროს საღამოს ვუკეთებ ტორტს და როგორც კი ვიღვიძებთ გვაქვს. ბაშკა. მიყვარხარები. პანტი უკეთია დედაფისოს, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ლამაზო ფისო. სიციბურა, ამ დღეს ვინ შეჭამს სიციბურას? დედაფისო. ნო. იგა ჩაიცვი მაიკა. ნუ დადიხარ ტატრაყუნა. აბა კიდე ვინ დადის? უჩა? ეს ლაივში იყო, ავიზეთ საყვარლები არიან, რომ არ ვიცი. არ ვიცი, ძალიან საყვარლები არის. იკა, ნუ არ ახუნებ ამ დილაუთენია კაცო. ყველა ჩვენს ავიდე მამალივით კი არ იღვიძებს იმას. დედიკო, ვაი. დილა იმშვიდობისაი. მე ჩემი ევი. ჩემი ლამაზი ევი. ჩემი პატარა ევი. აბა როგორი განწყობა გაკიკა შენ დაბადების დღეზე თქვი? გითხარი, ოღონდ ჩაიცვი და ისე. მე ვიდამრჩა წლის გადავლების მერე ასე მომწონს. ასე. აი მე ძალიან მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე. აქ არის შენი დედა და შენთან არის შენი დედა. მე ასე მოგიფერე ჩემო სიცოცხლე.
მე სისწავლა მომეფერექტ ხო ვაიმე ეს აქ რატოა გაფენილი გავგიჟდები ახლა აიმე ეს ჭიქი უნდა წავიღო ნახე რამდენი ჭიქა აქვს ჭიქა და თებში წამოიღე მიდი მისი და ყველა შენი მოტანილი ახაც არის ჩემი ჭიქა აიმე თავში ჩაგარტყავს შენს ტელეფონს ან იპოვი გარეთ ყოველდღიურად მამტყვიძებს დღესაც და არა დღეს უკვე მე უფრო ადრე გავიღვიძე მაგრამ ტვინ მიაგდა თან შენ არასოდეს არ გეღვიძება აქ ნუტოვებ ბუძილნიგზე შენსაზე აქ არ დატოვო თავთან დაიდე და შენ გაგაღვიძოს ან გამორთე მაშინ გამორთე თან რა ვთიშავ ყველაზე მეტად კიდე რა მიშლის ნერვს მგონია რომ გამორთე 5 წუთში ისე ტვინში მირწყავს აი ანდრიას გამოვართვევინე დავიყვირე ხო მეც დავიყვირე ახლა მეთქი გამოვიდეს ვიზიც არის ეს ტელეფონი თორე ვისროლე გარეთ აი ამ ფორთოჭკიდან ხო და ანდრია გამოვარდა ესეთი აი და თავის ტელეფონს ეძებდა უბრალოდ ხარჯი სადაც საწოლის na 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 ბატარა ყველი უნდა მოვიწვა რა ვქნა რა ვქნა რა გავაკეთო ბატონებში არის ის და დიდი აგერ კინცო აგერ ბავშვებმა ღამის 12 საათზე ხო მიულოც ეს იკას დაბადების დღე ხო და ეხლაც მიულოც წუხელ მესმოდა რომ ისეთი თამაში იყო ჩოგბურთის ლეგენდარული მეც კი უყურე ბოლოს როლან გაროსის ტოპ-3 მატჩიც კი შევა ისტორიაში. ხო ამბობდი კიდე დაჭამენ ერთმანეთს ისეთი არაფერი, მაგრამ მე ხო ვთქვი ეს ლეგენდარულია. არა, კონკრეტულად იმ ტურნირის, თორე ზოგადად სამეულში ვერ შევიყო რა. იმენა ლეგენდარული თამაშია. ან ტოპ-5-ში შევა. რა ვთქვი? როგორი განწყობა გაქვს შენ დაბადების დღე? როგორი ამბობ, 5 საათ ნახევარი უყურები ჩოგბურთს გულში. აი მე და მე ეგ შენ დაბადების დღის განწყობა? მე ტელეფონი წამოიღე. რა სამბობ, რომელიც იღებს? ვაიმე, კაცი პრობლემა. უჩა. სადაბადების დღე არის? ზე აცხუნეს ბონი დავდის და მე რო დავდივარ და ევა ეგ არ გითხრა. საჭმელები მოგვაყარე და მოგვაყარეთ ვარდები. აი საჭმელები მოგვაყარე და არ გვინდა რა. მოგვაყარეთ ვარდები, ლომები იგე რატოყარები არის ახლა აი რანაირად არ უყარს ხალხს რანაირად ლანძღავენ არ ვიცი ძალიან საყვარლები არის. მესათი ხო? სტორიჩერა. ჯერ ვერ მოგაყრი კინოც. იგე საათი და 10-მდე. ჯერ ადრეა მოსაყრელად. ასე
წევი და იუბილარი? უნდა ვისარგებლო შემთხვევით. მიდი. სანამ გაჩუქარ. იმედიც არ მქონდა. შემთხვევით ისე შევიხედე მაინც. იმედი ხო იცი ბოლოს რო კვდება. საფულში აი მაინც რო იცი. ხო. ორ ჩაცმაზე ანუ თამქელი გემა. კატასტროფაა. ანხაში 29 საათი. ორ ჩაცმაზე თუ არ გაეცხა უნდა გადააგდო. всё მორჩა რა როჩა. ვეღარ ამოუყვან იმას. ოფლი ეგრევე მოდის. ყვითალად ჯდება მე ვაფშე. ნიე ვიტო რა ინტერესენი ხარ. ეს რომელი ვიდეოა? ძოლია ცოტა. თამუნამ დაწერა. ნანა, რამდენი კილოდან დაიწყე თუ არ გაქვს ხოლმე მიზანი, რამდენი კილოს დაკლება გინდა და თუ გაქვს ხოლმე. დავიწყე 70 კილოდან. მიზანი მაქვს ერთი. მიზანი ერთი მაქვს. 50 კილო. თუმცა მიზანი გაქვს თუ არა უწანაში რამდენი გინდა დაიწყო. რამდენი ხარ ახლა? 57 და 2 ვიყავით ეხლა დილას, მაგრამ ყვალ ვეკიდები 58. 58 და 2. ეგეც კაი შემთხვევაში. 19 და 2. ეხლა არ მოგკლა შენივე დაბადების დღეზე. ბედი ყოფილი ეგრე. არა ეხლა რასაც დღეს ბრჭყალებში მოვიმატებ, მაგას 2 დღეში დავიკლებ ისე. იმიტომ რომ იქნება საჭმელი სითხე და ნუ რავი 1-200 გრამი თუ იყო ცხიმი მეტი არა. ხო და ჯერ ვერ მივედი მაგამდე, მაგრამ აი ამ ჯერად მივალ. თქვენი ხმარი და ჩემი კისერი თუ არ მივიდე. ვუპასუხე ნანას. ლელა, ჩემო საყვარელი როგორ თბილი და სათნო გოგო ხარ მიყვარხარ ძალიან. მუდამ ბედნიერი უნდა იყო და ჩვენთვისაც უყვარხარ. გაგვახარა და გაგვიზიარა შენი ცხოვრების პატარ-პატარა დეტალები ყოველდღიურ ვლოგებით, რაც მე ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო უზომოდ მიყვარხარ. და უზომოდ მიყვარხარ ყველაფერსაც გიყვართ აი ეს ჩვენი ერთობა. ლელუ, გილოცავ ნინი იკას დღეს. იკა, გილოცავენ. უფალმა ჯამსლა და ბედნიერად გამყოფოთ უამრავი წელი. იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად. იკაო, კარგი ბიჭი გახდესო, არ გაწყენინოს ხოლმეო. უკეთესი ვერსია შენ უნდა გახდე. არ არის მაქსიმუმი. როცა ადამიანი ამბობს რომ მაქსიმუმია, იმას განვითარება არ სურს. სანამ ცოცხლები ვართ, სულ მაქსიმუმი არასდროს არ არის. სინემა როგორ გააგოროს ალკარასი ერთ თვეში. და აი შენი ხმალი და ჩემი კისერი. ოი ინტერვიუ რო გააკეთა, ეს ცოტა გამიჭირდება დაძინება, თან ჩაიცინა, მაგრამ არა უშავს. ო. ძალიან მაგარია. აი საათი და 2 უძლიერესია მართლა. მოვიგე. სანაძლეო მოვიგე დღეს ახლა იუბილა, ახლა შეგიცოდებ და იმ 5 ლარიანს გაყიდინე. აცი ხარფი საფარზე დამენიზლავები ალკარას. დაგენიზლავები? კი, ისე ალკარაზე? გული რასაც მიიგრძნობს. ნახე, მე ამ ბიჭს ხო იცი მე ეს ბიჭი მიყვარს. გიჟდები სინერზე. ალკარასი არ მიყვარს, მაგრამ რო ვთქვი? ალკარასიც კაი ბიჭია. ხო, მაგრამ მე ეს მიყვარს. მაგრამ რო ვთქვი? ეგრე მაგალ არ იქნებოდა. გასაგებია რონალდოც კაია, მესიც, მაგრამ ზოგს მესი უყვარს, ზოგს რონალდო, ხო? მარტო ის არ არის რომ კაია. სინერი ყველანაირად კაია. ხო და მომისმინე? აი რო ვთქვი, რომ სინერი მეთქი, გულმა ჩემმა გულმა თქვა, არაო, ალკარასი გაიმარჯვებსო. და ვთქვი რომ ალკარასი გაიმარჯვებს. აუ შაშ. ის არც ვიცოდი ვინ იყო, პროსა შევხედე და ეგრე ვთქვა. მაგრამ წელს ინტუიცია მაქვს. არა, მე კაროჩე ყველანაირად, ანუ მე სტატისტიკიდან გამომდინარე, ყველანაირად სწორად მე ვიაზროვნე. თან ზუსტად 50-50-ზე ამექი და ეგრეც არა. ძვირს მოიგეს, ვამბობი. მაგრამ იმედი მაქვს ვინმე მოიგეს. ის საფარზე უპირატესობა ალკარას ექნება ამეთი და მაგრამ გადაწყვიტა სწორედ, აი ზუსტად ჩემი კარნახი წავიდა. ის საფარი ხარა. ის საფარზე გაგორდა ალკარასის ზურგით. აუ, ესე იგი ჯერ არ იყო ის ბურთი დაცემული.
ეს უკვე ძირს ეგდო. Facebook-ზე ნახე მე რა კაი ისმა გაზიარებული. შედი ერთუთი. ეს უკვე ძირს ეგდო. ეს არის საუკუნის ფოტო. აუე კარგი ჩვენ არა და უნდა გეჩვენო ჩემს იმას. აუ მე ვიცი ამდენი ის ყავს ხალხი კი არ მაჩვენებს ესე თუ არ შევედი. აჰო მასალი. ანუ შენ რაღაცას დადებ ან ვიღაცა მე შევასაჭს არც ვნახო. ესა? მაჩის ბო დასრულებული თამაში. აუ ეს რა დაწყალია, ეს ხო გაგორდა. ისა გაკრული. ეს რა დაწყლა, ეს დასჯილი ბავშვი ვიდმინდის. აუ კარასი რა საგავს ზურგ შეხედე. აბა რაზე იძახი რა? ეს ფოტო იყო? ეს ბეცუდია. მეტი რა თან მაჩის ფოტოა რა. დასრულებული თამაშის შემდეგ ესე გადახვიეს ხელი ერთმანეთს. ეს რაღაცნაირად გამამხნევებლად აქვს ხელდადებული იმას კიდე რაღაცა მოწყენილად და ჩაჭკალი. აი რომელსაც არ უნდა მოეგო, რომ ვუყურე, იმედენად თანაბარი ძალები გქონდათ, რომ აი ვერ იტყვი, რომ რომელიმე წაგებულია და ვერ იტყვი, რომ რომელიმე აი ჩაგრავს და ბევრად ძლიერია. ერთშია ძლიერი, მეორეშია. არავინ. ორის უყოფილები. თან რა პატარაა ასაკში. 22-23. ხალხი სად არის და რა შვება ხალხო. კაი, მილიონები გააგორეს. თამუნა ნინოცა მიყვარხა რომ მადლობა ძირფასო ძალიან მეუცნაურება ხომ? უკვე რაღაცა მოთახებში ცხელა უკვე. ძალიან მეუცნაურება ხომ? შენ გარეთ გადი და რომ შემოხარ მერე თქვი. ნინუცას რომ მეუბნებიან. შენ ლაივში ხარ? არა. ნინუცას მეძახდა ხოლმე თუმე დედაჩემი. მაგრამ მე არ მახსოვს. ვა, ქრისტიან დღეს შემოუღლის დაბადების დღე 29 წლის გახდა. დღეს არის თუ გუშინ იყო? 9 საათის წინ არის დადებული. წესი დღესაა. გილოცავ ძვირფასო. ჯანმრთელი ბედნიერი ყოლოდეს. და რა ვიცი, სულ ერთად ყოფილიყავით და ყველაფერი კარგი გაგებლოთ ცხოვრებაში ერთად შემოსაყვარელო. ქრისტინა ისე ვაიმე ნინი საუკეთესო დედა ხარ როგორ ითვალისწინებ თოკოს და ანდრიას რამე არ ეწყინოს. მალადეც მე თუ გავმწარდი ვერ ვაკონტროლებ შენ შეგიძლია თავი მოთოკო მართლა დასაფასებელი. არა, მეც მაგ ხოლმე რომ თავი შეიძლება ვერ მოვთოკო და ეგ ყველა ადამიანს შეიძლება გქონდეს, მაგრამ ბავშვებთან ყველაზე მეტად ვცდილობ რომ მოვთოკო. და თან უკვე ხა მე პატარა დედა აღარ ვარ, ანუ ასაკით არ ვარ დიდი, მაგრამ სტაჟიანი დედა ვარ. ჩემი უფროსი შვილი ღმერთო 17 წლის ხდება. სოფო. ნინი კაი გოგო ხარ წარმატებებს გისურვებ. მაინტერესებს თუ უყვებ გიორგის ვლოგს. გამარჯვებიდან რომ არიან დედა და შვილი, მაინტერესებს შენი აზრი მათზე რაც პიკრობ. სოფო არ მიყვარს ხოლმე ეგეთი კითხვების დასმა. არ მიყვარს ადამიანების გარჩევა და განხილვა. იმიტომ რომ ეხლა ამ შემთხვევაში კარგი უნდა ვთქვა, მაგრამ თუ იქნება რომ რაღაცები არის, რაც მე არ მომწონს, არ მინდა რომ ან ვინმეზე ვთქვა რაღაცები, რაც არ მომწონს, ან გავაკრიტიკო არა, თუნდაც თქვა ის რომ არ მომწონს ხმამაღლა და შეიძლება ადამიანს გული ვატკინო, მე არ მინდა. ამიტომ ესეთი კითხვები არ მიყვარს და ასეთ კითხვებს არ უპასუხობ ხოლმე. თუ რამე ისე არ უპასუხობ ხოლმე და ამ შემთხვევაში ძალიან კარგები არიან, ძალიან მიყვარან, რაღაცნაირი ალალმართალი ხალხია, შრომობენ. უყვართ გემრიელი ჭამა, რაც მე ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს მაგათი მუკბანგების ყურება. კიდე ჯდება იმის ფერში. ცხოვრება წყოში ვიყავი. ვუყურებდი ქათმებს რო აჭრიდნენ ფრთებს. თუ მიყურებთ ახლა ვერიკო და გიორგი ქათმებს რო აჭრიდნენ ფრთებს. ისეთი საყვარელი ვიდეო იყო. იქ ხო ერთი ამბავი იყო ეს დაჭრა, მე იქით გადასმა ამ ქათმის და მე აქედან ბალეს შიკობ.
მერე იქა მოვიდა ხმებზე რა ხდებაო და მეთქი ასე და ახლა იქა ბალეში ყავს და უწელი ამბები იყო. ასე რომ, რავი, ძალიან საყვარლები არიან. ვერ ვიტყვი რომ ყოველდღიური მაყურებელი ვარ, მაგრამ ვყურებ ხოლმე და მიყვარან. პატივს ვცემ. იმიტომ რა ვიცი მე მათგან არ გამიგია ვინმეს ლანძღვა. არ არიან ნეგატივშიკები. ალან მართალი კარგი ხალხია რა, აი, დიდხანს ჯამთრად ბედნიერად რო გინდა რომ უსურო რო იცხოვრონ და იყონ და გაიხარონ და ჩვენც გაგვახარონ, ვინც უყურებთ ხოლმე. ოღონდ გთხოვთ რა ეგეთი კითხვები არ დამისვათ ხოლმე. იმიტომ რომ თუ ფიქრობთ რომ ნეგატივი აქ ადამიანს რაიმე კუთხით მით უმეტეს არ დამშვათ. ხა ამ შემთხვევაში ვერ ვიფიქრებდი მაგას, იმიტომ რომ რა ვიცი მე წვეთი ნეგატივი არ დამინახია მაგათან. სარესკი ახალი უნდა გავხსნა, ხო? ეხლა რომ გააბრაზებ ადამიანს, კი გაბრაზდება, მაგრამ მე ვიძახი ზოგად კი. ოღონდ ისა ზემოდან ესე გაჭერი ზემოდან ესე რომ არ დაიფიქრო შუიდან ან ქვემოდან არ გახსნა. ზემოდან გაჭერი. გავჭარით იმი. რავი, დანით ან მაგრატვით. რა ვიცი. ანინ ბედნიერი დღე საყვარელო მიყვარხარ ლელმე ძალიან მიყვარხარ. სალომე ვერ მივხვდი, ბევრი კალორია აქვს ბაუნდსნე და მოვიმატო 2 ნაცვლად ყოველდღე 6 თავს ვიყიდი ხოლმე 6 წელი ბაუნდი, ძირფასად დღეში კარგი არ არის. ცოტა კალორია არ აქვს. არც ბევრი არ აქვს. რავი, ნორმალურად. როგორც საერთოდ ყველა ტკბილეულს. ბარბარე ნირმა ჯერ კიდევ ვერ გამოვდი ამ დაუსრულებელი ციკლი და რამოდენიმე დღით თავს ვიტანჯავ და ვიზღუდავ და როცა ოდნავი ემოცია შემოაღწევს ჩემში, ეგრევე გაუჩერებლად ვიწყებ ჭამას. უბრალოდ შინაგანი სიცარიელს ასავსებად და არა იმიტომ რომ შია. შენი ვიდეოები კი ძალიან მეხმარება, რომ ჩემ თავს უკეთესად მოვექცე და დავრწმუნდე, რომ ტანჯვის გარეშეც შემიძლია მივახციო შედეგებს. მინდა იცოდე, რომ შენი სიტყვებით ბევრ ადამიანს ეხმარებ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. ხო ვიცი მე მქონდა ეგ ეტაპი, მე გავიარე ეგ ეტაპი, ეგ არის საკუთარი თავის არ სიყვარული და არ მიღების ეტაპი და ის თანაკლისი, რაც მქონდა ცხოვრებაში, აქამდე სიყვარულის და მიღების სახით, როცა შეიძლება სხვები ვერ გაძლევდნენ იმ სიყვარულს და მიღებას, ის ზრდასრულები, რომლებიც შენთვის იყვნენ მთელი სამყარო და შენ გაქვს სულში სიცარიელე, რომელიც გინდა რომ რაღაცით ამოივსო ტკივილი, რომელიც გინდა რომ რაღაცით ამოივსო და ოდესღაც რაღაცნაირად შენმა ტვინმა ენდორფინები მიიღო საკვებისგან, მე ამას მიეჩვია და ამას აკეთებ. თუმცა ეს არ არის ნამდვილი, ანუ ეს არ გვავსებს ჩვენ, ანუ ეს ჩვენ გვავსებს ფიზიკურად, მაგრამ სულიერად და შინაგანად ვერ გვავსებს. და როცა ფიზიკურად ავისწრებით და გვაქვს ტკივილის განცდა, მუცელი გვტკივა, წონაში ვიმატებთ, მძიმდებით, ვსივდებით, იმიტომ რომ წყალს ვიკავებთ ბევრს. ანუ გვაქვს საშინელი სინდისის ქენჯრან, თავს გრძნობს ძალიან ცუდად და ასე შემდეგ, ხო. და ეს არ არის მარტივი, ეს არის რთული, ეს არის მტკივნეული, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაიარო საკუთარი თავის სიყვარულით, შემდეგ გახდა ის ადამიანი, ვინც გჭირდებოდა და არასდროს გყავდა. შემდეგ გახდა ის ადამიანი პირველი, ვინც შენ მიგიღებს, ვინც შენ გულში ჩაგიკრავს, ვინც შენ შეგიყვარებს. აი, ღმერთს როგორც უყვარხარ და ღმერთი როგორც გიღებს, რომელიც შენში ცხოვრობს, მისი ყველა ჩვენგანშია მისი წვეთი. აი, ეს წვეთი უნდა იპოვო და ის უნდა გაახვივო შენში, აი როგორც პატარა თესლი და წყალი რო დაუსხა და გავა და მე რო გაიზრდება და დიდი ეს ფესვებს გაიდგავს შენ სულში მთლიან და ეს გვავსებს, ხდები ეს სიყვარული, ეს ზრუნვა, აი ეს გვავსებს რეალურად ჩვენ ეს მიიღება. და საჭმელი არის ხოლმე უბრალოდ სუროგატი, რომელმაც შეიძლება გადაგვარჩინოს რაღაც მომენტში, მაგრამ ჯამში ეს ვერ გვაძლევს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. მიყვარხარ ძალიან, იცოდე რომ მარტო არ ხარ, იცოდე რომ ბევრი ადამიანი გადის ამას, უბრალოდ ადამიანებს ამაზე ლაპარაკი არ უყვართ, ან ამაზე ლაპარაკის ეშინიათ და იცოდე რომ თუ ეცდები და არ დანებდები, შედეგი აუცილებლად გექნება. ახლა გუშინ ვუპასუხე კომენტარებს, იმიტომ დილას ვერ წავიკითხე გუშინ კომენტარები.
ასევე მაქვს გუშინდელი ერთი ვიდეო, რომელიც გასაკეთებელი, მაგასაც დაგიდებთ ახლა. მე იქნება უკვე დღევანდელი დღე, რა ვიცი, რაც იქნება, როგორც იქნება. დღევანდელი დღე იქნება იკასნაირი. აი ესეთი რაღაცნაირი წყნარი, მშვიდი, აუღელვებელი. მე ფეიერვერკი ვარ ხომ ესე. უნდა საერთოდ სიხარული უნდა მქონდეს. აი მშვიდი წყნარი და ესე სტაბილური. ორივე კაია. მიყვარხართ. კოცნით, კარგ დღეს გისურვებთ და ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ეხლა ჯერ ამ ვიდეოს დავდებ. მერე გუშინდეს დავდებ. ემედი მაქვს არ მიტყვი.